საით მიყავთ საქმე არ ვიცი. მე მგონი ჭიათურას კი არა საქართველოზე უკრება განადგურება და ალბათ ყველა ქართველი უნდა გაერთიანდეს ამ პრობლემის წინაშე. მე უსმინა გუშინ შალვა პაპუაშვილის გამოსვლას, სადაც ის საუბრობდა, რომ მათი მთავარი საზრუნავი არის მშრომელი ხალხი. ერთია რას ამბობ და მეორეა რას აკეთებ. ასეთი ფუჭი სიტყვები არაფრის მომცემი არ არის. ეგ მიუთითებს იმაზე, რომ შენ მოღალატე ხარ შენი ხალხის და შენი ქვეყნის. სხვას მე ვერაფერს ვერ დავარქმევ ამას. ბევრი ვითმინეთ, ბევრი გთხოვეთ, ბევრი მოგთხოვეთ, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ შრომელი ხალხისთვის მოგესმინათ, ადექით და ვინც ჩვენ გვემტერება, ისინი მიიწვიეთ და მათთან დაჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან. თქვენ თუ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მტერი ხართ, პირდაპირ გეუბნებით, უახლოეს მომავალში გამოგიცხადებთ ღია ომს. მერე იცახეთ, ეს პოლიტიკოსი არ გაიყარო, ის პოლიტიკოსი არ გაიყარო. თუ ყველა ჩემ წინააღმდეგ წამოვიდა, სადაც გზას და საშუალს ვნახავ, იქ იწავალ. რა თქმა უნდა იქ იწავალ, იმიტომ რომ თავს არავის არ გავასრესიებ და ვინ შეეცდება გავსრისოს, მინიმუმ ორჯერ მეც გავსრისავ, სანამ გავსრისავენ. აგერ ვეუბნები ხელისუფლებას, თუ კიდე ცოტა აზრი შეგჩენიათ, რასაც ვამბობ, კარგად მოისმინეთ. თუ არ გინდათ, რომ პირდაპირ ღია ომი გამოგიცხადოთ, რასი უფლებაც ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ შეურაცხყოფილი ადამიანები, ჩვენ ვართ მიტოვებულები გაჭირვებაში და თქვენ იმ ხალხს ხელს უწყობთ, რომ ეს ქალაქი გაანადგურონ და ხელს არ უწყობთ ამ მართალწესიერ ხალხს, ხურსაც კი არ უგდებთ. შემდეგი ნაბიჯი იქნება ასეთი. მე არ ვიცი რამდენ ხან შევძლებთ აქ ათასობით ადამიანები ვიდგეთ. ქალაქის გასასვლელს და შემოსასვლელს დავკეტავთ სრულად. დავდგებით 300-400 კაცი შემოსასვლელში, გამოსასვლელში. ამისათვის მეგობრებო, მაღაროელებო, ჭიათურელებო, ჩამოიწერება სია, მერე ისე რო არ მოხდეს, რომ მარტო შევჩეთ დიდ ლომს. სია ჩამოიწერება, ვინც ამის თანახმა იქნებით, თავის სახელი და გვარით ტელეფონის ნომრით და ვიქნებით გამაგრებული. რა თქმა უნდა, ხელს არ შეუშლით მოქალაქეებს გადაადგილებაში, მხოლოდ და მხოლოდ შამოვა ქალაქში საკვები, დანარჩენი არ გაივლის ამ ქალაქში არაფერი. არ საშენი მასალა, არც მარგანეცი, არც სილა, არაფერი და იმედია მაშინ მაინც მოგვაქცევენ ყურადღებას. რატო უნდა უწევდეს ამ ხალხს, ამ შრომელ წესიერ ხალხს მუშტიგრივის გამართვა? რატო არ იცავთ მშვიდობას, მშვიდობით რო აბრავებთ ყველაფერს? ეს არის მშვიდობა ჩვენ თუ ერთმანეთი დავხოცეთ ჭიათურლებმა? ჩვენ თუ შიმშილი დაგვეხოცა შვილები, ეს არის მშვიდობა? და მიუხედავად ამ ხელა გაჭირვებისა, ხალხი ლაპარაკობს ქალაქის გადარჩენაზე და ვიღაცები აქ გამოდიან და მე მიჭირს მაო ოჯახში. ჩვენზე მეტად ვის უჭირს? სხვა გზა მე მგონი არ დაგვრჩენია. რა თქმა უნდა, უმრავლესობაში საბედნიეროდ წესიერი და მართალი ხალხია ჩვენ ქვეყანაში. მაგრამ სამწუხაროდ დეზინფორმაციის მსხვერპლია ბევრი, მათ შორის მეც ბევრჯერ ყოფილი ვარ. ამიტომ მხოლოდ წესიერ მართალ ხალხს უნდა დაუჯეროთ. ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს ხალხო. სხვა გზა არ არსებობს. სხვანაირად ჩვენ ამ ბრძოლას რაც აქამდე გავიარეთ, აზრი არ ექნება. არანაირ შედეგს არ მოგცევს და მით უმეტეს გაგრძელებასაც აზრი არ ექნება. თუ გვინდა რომ გავაგრძელოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ, ზუსტად გამარჯვებასთან ახლოს ვართ და მითო გამწარდნენ ასე, მითო შემოგვესიენ ასე, მითო იკადრეს ყველაფერი და მითო დახუჭეს ყურები, რომ არ მოესმინათ და არ გაეგოთ სიმართლე.